მოგესალმებით, დღეს გვინდა განვიხილოთ შემდეგი რამ, ანუ საიტზე დაიდო ესეთი საინტერესო პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შევიდეთ სხვის კომპიუტერში DSL ტექნოლოგიის დახმარებით. DSL ტექნოლოგია ალბათ ვიცით, ეს არის ინტერნეტი და DSL მოდემი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოგვეწოდება ინტერნეტი, ანუ ეს არის ძირითადად სატელეფონო ხაზი, დამოკიდებულია სატელეფონო ხაზზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დეტალურად ავხსნათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეულა მოხმარებელმა ეს გაიგო, გარკვეული შეექმნა პრობლემები ვერ გაიგო. ეს ხდება ხოლმე, ხა ყველაფერს რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიგებს, იმიტომ რომ თუ სისტემაში არ ხარ, ასე ვთქვათ, ჩახედული, შესაბამისად რაღაც პრობლემები აუცილებლად შეგექმნება მასთან დაკავშირებით და ასევე არიან მოხმარებლები, რომლებიც ამ ყველაფერს ცოტა ეჭვის თვალით შეხედეს, ანუ გამოდის, რომ ყველა კომპიუტერი არის ღია ყველასთვის, ანუ ნებისმიერ შეუძლია შენ კომპიუტერში შეძვი. მოხმარებლის ორი ჯგუფიდან ჩვენ ავირჩიეთ, ერთი უფრო ასე ვთქვათ, დაბალი მცოდნეობის მქონე მოხმარებლები, რომლებმაც არ იციან თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სისტემური ადმინისტრატორი თავისუფლად შეძლებს, რა თქმა უნდა, თავი გაართვას ამ ყველაფერს დახმარების გარეშე. ხოლო იმ უბრალო მოხმარებლებმა, რომლებმაც უნდათ რომ თავიანთი კომპიუტერი იყოს დაცული, მას არ აინტერესებს და არც არის მისი საქმე რომ დაუშვათ და სისტემაში შეძვრეს. მისთვის თავარია უსაფრთხოება და იმ მასალის შენახვა, რაც მას კომპიუტერში აქვს, ამ ძირითადი წყარო ინფორმაცია შეინახოს დაცულად და იყოს, ასე ვთქვათ, დაცული. პირველ რიგში, რაც შემიძლია, მე ყველაზე მარტივად გითხრათ, რომ დაგეზარება და კომპიუტერს აუცილებლად დაადეთ ადმინისტრატორის პაროლი, ეს მომაბეზრებელი არის, გასაგებია, მაგრამ ძალიან გამოსადეგი პუნქტია, ის არ არის ტყუილად მოგონილი და დაცულია კომპიუტერი, ასე ვთქვათ, ახალი ნასწავლი ჰაკერებისგან, ანუ ჰაკერები ცოტა მაღალი არის, ვინ სისტემაში დაძვრება, ასე ვთქვათ, ახალი ნასწავლი ვისაც აქვს, შეიძლება ესეთი რაღაც გამოვიყენოს სიტყვები, გაუჭირდება და შეიძლება საერთოდ შეეშვას თქვენ კომპიუტერს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მცოდნე ადამიანისთვის ეს ზედმეტად დაკარგული 10-15 წუთია. ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით ამის საუბარზე, უბრალოდ რაც უფრო მეტად დავაფიქრებთ ადამიანს, რომელიც ცდილობს ჩვენი კომპიუტერთან რაღაც ინფორმაციის აღებას, მეტად სასარგებლოა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დრო ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ძვირად ფასობს დღევანდელ დღეს. მოდით ახლა გადავიდეთ უკვე დაცვაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაგჭირდება სისტემაში შესვლა ისევ და ეს არის სტარტი, რანი. ანუ რანი Windows-შიც როგორც ხედავთ, აქ ინტეგრირებულია თითქოს სტარტზე და ძალიან მარტივად შეიძლება მისთან გამოყენება. დაგჭირდება დანება რეგედით ეხე, ანუ ეს არის რეგისტრი, სადაც არის ჩვენი სისტემური მონაცემები. ჩავწერ რეგედით და გამო ესეთი ფანჯარა. ამ ფანჯარაში ჩვენ ყველაფერი დავალაგოთ ამისათვის. აი ესეთი განყოფილება გავაკეთოთ, ანუ ფანჯარაში გვაქვს ერთადად 5 განყოფილება, როგორც ხედავთ. ანუ ამისთან იმართება ჩვენი კომპიუტერის მთავარი, ასე ვთქვათ, ნაწილები. იმისათვის რომ ჩვენ გამოვიყენოთ დაცვა, აუცილებლად გვჭირდება რომ ანონიმური მოხმარებელი აღმოვკვეთოთ, ასე ვთქვათ, სისტემიდან. ამისათვის ჩვენ გვაქვს შემდეგი განყოფილება, ლოკალური ან ჩვეულებრივი. შემდეგ განყოფილება, აქ შექმნის შესულია განყოფილება system, აქ ლოკალში გვაქვს განყოფილება system, შემდეგ სისტემში შემდეგ დაგჭირდება განყოფილება კონტროლები, ანუ ძირითადი. ასევე შემდეგ დაგჭირდება განყოფილება კონტროლი და აქ დაგჭირდება განყოფილება LSI. აი ესეც ჩვენი განყოფილება. მოვნიშნოთ და აქ გაიხსნება გარკვეული მონაცემები. ეხლა სად შევედი, ეს უკვე სხვა თემაა და მცოდნე ადამიანი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მას აუცილებლად მიხვდება. ამ შემთხვევაში ერთმანეთს საინტერესო აღარ არის. შემდეგ დაგჭირდება პუნქტი ანონიმური მოხმარებლის აღმოსაკვეთად, ანუ ეს არის ეს განყოფილება იქნება და აი აქ როგორც ხედავთ, მე მაქვს 0. ჩვენ ვიცით რომ კომპიუტერი მუშაობს ნულობით და ერთობის სისტემაში მარტივად რო ვთქვა, 0 ნიშნავს უარყოფას, ხოლო ერთიანი არის დადებითი იმპულსი. აი ეს ასე ხდება ძალიან ბევრი რაღაცას და მე ესეც შეიძლება მის ერთ-ერთ პლუსად ჩავთვალოთ.
ეს მარტივი გადაწყვეტა და ერთიანის დაწერის შემთხვევაში აქ შევა უკვე და დაიწერება 1, ანუ ეს იმაშინავს რომ პუნქტი გააქტიურდა, 0-ის დაწერის შემთხვევაში გაითიშება და პუნქტი ნიშნავს რომ აი ჩვენ ხედავთ პუნქტი გაითიშა. როცა გვჭირდება რომ ანონიმური მომხმარებელი აღმოვკეთოთ კომპიუტერიდან, მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავწეროთ აქ ერთიანი და ეს ყველაფერი უკვე გახდება აქტიური. შემდეგ აუცილებლად გვჭირდება კომპიუტერის დამალვა, ასე ვთქვათ, სხვის მომხმარებელი. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. შევდივართ იგივე განყოფილებაში, ოღონდ აქ უკვე დაგვჭირდება სერვისების განყოფილება. შენ ავკეთოთ და ეს არის კონტროლებიდან შემდეგ აქ არის სერვისები, აი აქ კონტროლსეთამდე ჩვენ მოვყვებით იგივე პრინციპს და შემდეგ შევდივართ სერვისებში. აი აქ გვჭირდება უკვე კომპიუტერის დამალვა. ეს არის უნდა ვიპოვოთ ოღონდ რა თქმა უნდა. აი აქ გვჭირდება სხვისი შემდეგი განყოფილება და აქაც გვჭირდება რა თქმა უნდა პარამეტრების განყოფილება. ნუ შემდეგ უკვე ფოლდერი აღარ გაიხსნება, აქ გვჭირდება განყოფილება hidden ანუ დაფარული. როგორც ხედავთ, აქ ეს განყოფილება არ არის. ანუ არა მაქვს. თუ არ არის, მაშინ შეიქმნას აუცილებლად. იგივე შეიძლება წინა განყოფილებაშიც, ანუ როდესაც ანონიმურ მომხმარებელზე ვსაუბრობდით, თუ არ არის ის განყოფილება, ძალიან მარტივად შეიძლება მისი შექმნა მარტივი ღილაკის საშუალებით აქ გვაქვს საზდად და ამისათვის საჭიროა შევქმნათ. მივჭერთ საზდად, თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს add, ნუ გააჩნია რა თქმა უნდა რა Windows ვიყენებთ. 38 ბიტიანი ან 34 ბიტიანი, ნუ თქვენი სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში 38 ბიტიანს გავუშვებ მე და აუცილებლად უნდა მივცე მას სახელი ფარული სახელი, ანუ შემიძლია, hidden უნდა დავარქვა აუცილებლად, იმიტომ რომ სისტემა ამ შემთხვევაში გაიგებს მას. და მივცეთ 1 იმისათვის რომ გახდეს ის აქტიური. შევიდა უკვე აქტიურ ფაზაში. ასე ვთქვათ, ჩვენი დაცვის სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ჩაიგდო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი კომპიუტერი 100%-იანი დაცვაზეა, ჩვენ უბრალოდ ვიმალებით, მაგრამ დამალულის ყოველთვის აუცილებლად გამოჩნდება და იპოვის ეს გამორიცხული რა ვინმე არ იპოვოს. უბრალოდ დამალული ხარ ამ შემთხვევაში და უფრო ოდნავ 15-10 წუთის უფრო მეტი ხანს დაშიდება მცოდნე ადამიანს შენი სისტემის შიგნის შემოხსნებაში. რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა რომ ყავსილად გვეღონოს ანტივირუსი, ნუ Windows Firewall-ს და თვითონ Windows-ების თავიანთ სისტემურ უზრუნველყოფას, თავიანთ ანტივირუსებს, ანუ სისტემას აქვს თავისი დაცვა, მაგრამ მაინც სანდუის არ არის ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივი მისაღწევია მის შიგნით და აუცილებლად საჭიროა რომ ნორმალური ჩვენი ნდობით ახსოვსზე ანტივირუსი იცავდეს ჩვენ კომპიუტერს. ეს არც ისე დიდი დროის ამბავია, ეს არის სადღაც თვეში ერთხელ სჭირდება მას განახლება, ნუ თუ რა თქმა უნდა ლიცენზიოს ვიყიდით და საჭირო ლიცენზიების კოდების და პაჩების დაყენების შემდეგ თქვენ შეიძლება წლების განმავლობაში ერთ და იგივე ანტივირუსი გეყენოთ და თქვენი სისტემა იყოს ძალიან კარგად დაცული. ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა დაცვის ხერხებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გატეხვას ვაუჯობინეთ, რომ დაცვის მექანიზმი შემოგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებელსაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უფრო საინტერესო ხერხებსაც მოგვიანებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში. სულ ეს იყო. გესურვებთ წარმატებას.